ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადაუღեղეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ დაუდგით ქრისტიანობას საყდარი. ქვად ჩვენი ძულები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, დაბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის თემაა მაცხოვრის შობა. ზეცილ ვარსკვლავს მოგები ბეთლემისკენ მიყავდა და მარხვას ქრისტიანი ქრისტეში შობისკენ მიყავს. ჰეროდეს მეფობის დროს მარიამი ჩავიდა ბეთლემში ნაზარეთიდან, რადგან მოსახლეობის აღწერა ტარდებოდა და ღვთისმშობლის მშობიარობის ჟამი დამდგარიყო. ადგილი კი არ იყო, თავი მიედრიკა, ამიტომ გაუქაბულ შეეფარა და დედაღვთისა დადის, ქრისტიანის გულისკარებზე აკაკუნებს, რომ ჩვენს ყრმა იესოსთვის გავაღოთ ჩვენი სული და უპირველესად უფალი ჩვენში უნდა დაიბადოს. გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი და სიყვარული თავად ღმერთია ამ ქვეყანაზე. ქრისტიანი კი ჭეშმარიტ სიყვარულს, შობისას და სიხარულს დედა ეკლესიის გზით ეზიარება. მაცხოვრის შობის შესახებ გვესაუბრება პროტოპრესვიტერი მამა გიორგი გამრეტელი. მსოფლიოში წესია და სამწუხაროდ ქართულ სინამდვილეში ჩვენ ხშირად ვასწავლით მოვლენას, როცა ადამიანი გარკვეულ ტერმინოლოგიას ხმარობს, ესმის, აღნიშნავს სიტყვას, მაგრამ გაცნობიერებული არ აქვს თუ რას ნიშნავს. ამ შემთხვევაში სწორედ ამგვარი მდგომარეობა გვაქვს ქრისტიანულ დღესასწაულებთან და მათ შორის შობის უდიდეს დღესასწაულთან. რა არის შობა? რას ნიშნავს ეს დღესასწაული? რას ვზეიმობთ? რატომ გვიხარია და რატომ არის საგალობლების ეს საოცარი განსაკუთრებული საზეიმო და რატომ მარხულობთ აი ამ უდიდესი დღესასწაულის წინ? ვეცდებით ღვთისმადლით შესაძლებელი ზაღვრად ორივე სიტყვით გავცეთ ამ მნიშვნელოვან და ამ უწურავ კითხვებს და საკითხებზე პასუხი. ქრისტიანებს გვწევს ცოცხალი ღმერთი. ესეც ვამბობთ ხოლმე, საღვთისმეტყველო ტერმინებია, ჩვენ გვწევს ტრანსცენდენტული, სამყაროს მიღმიერი, შეუცნობელი ღმერთი. და ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არის პიროვნება. აქედან გამომდინარე, რადგან ღმერთი არის პიროვნება, ჩვენ ვიცით, რომ მასთან პიროვნული ურთიერთობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით მასთან ყოფნი, ვერ ვიქნებით ქრისტიანები, ვერ ვიქნებით მისი ბუნების თანაზიარი, რომელიც აუცილებელია თითოეული ადამიანის გადარჩენისა და ცხოვრებისათვის. მაგრამ მეორე მხრივ, იგი სამყაროს მიღმიერი და მისი შეცნობა შეუძლებელი ადამიანური სასრული კონებისათვის. და აქ ხდება სწორედ სასწაული. სამყაროს მიღმიერი, შეუცნობელი, ანუ ტრანსცენდენტული ღმერთი სამყაროში შემოაბიჯებს ქალწულ მარიამის მიერ და იღებს ადამიანურ ბუნებას, ძე ღმერთი ხდება ადამიანი. ღვთაებრივი ბუნების მქონე პიროვნულად ძე ღმერთი ხდება ადამიანური ბუნების მქონეს და დღიდან განკაცების, ანუ ადამიანური ბუნების მიღებისა, მას ეს ბუნება სამარადისოდ ოღონდ შეურემდელად აქვს. მან ქალწულ მარიამისაგან მიიღო სრული ადამიანური ბუნება, ანუ ხორციც და სულიც, მაგრამ არა ადამიანური პიროვნება. და ეს ხდება მოხდა დაახლოებით 2000 წლის წინ და ეკლესია ამას დღესასწაულებს. რატომ დღესასწაულებს? თავისთავად ცხადია, პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ის, ვინც არის სამყაროს მიღმიერი, შეუცნობელი, ანუ ტრანსცენდენტული, ის ჩვენთვის შეცნობადი ხდება. ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანურ ღვთაებრივ ბუნებას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ძალების დავინახოთ ადამიანური ბუნება. ჩვენ ვერ ვეხებით ღვთაებრივ ბუნებას, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო შევხებოდით ქრისტეს ადამიანურ ბუნებას. და ასევე ჩვენ შეგვეძლო გამოგვეხატა მისთან სიყვარულიც და სიძულვილიც. ჩვენ ეს მოვახერხეთ ერთის და მეორეს. მცირე რაოდენობის ადამიანებმა მოახერხეს გამოეხატათ სიყვარულიც, თავგანწირვაც, ხოლო სამწუხაროდ უდიდესი უმრავლესობა მაშინაც და ეხლაც ავლენს სრულ გულგრილობას ან სიძულვილს ადამიანად მოსული ღვთის მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ ღმერთთან ყოფნა ქრისტიანობა ნიშნავს ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას. რადგან ღმერთი სამყაროს მიღმიერი და ტრანსცენდენტულია, მასთან პიროვნული ურთიერთობა პრაქტიკულად ადამიანისათვის შეუძლებელი. მაგრამ როდესაც მან მიიღო ადამიანური ბუნება და იგი თვალხილული გახდა არა მარტო ჩვენთვის, არამედ თვით ანგელოზებისთვისაც, რომ ანგელოზები ვერ ხედავენ თავისთავად ცხადია ღმერთს მის ღვთაებრივ ბუნებაში მთელი სისხლით, იმიტომ რომ ღმერთი მიუწვდომელი და უსასრულოა, ეგ თვით ანგელოზებისთვისაც სასწაული გახდა და ხილული, აი მაშინ შესაძლებელი გახდა ადამიანს ქონოდა პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან. ეს არის უდიდესი სასწაული. ეს ისეთი სასწაულია, რომელსაც ადამიანური ბუნება ვერ იტევს, წმინდა იონე ოქროპირი ესე ბრძანებს ეს უდიდესი ბურჯი ეკლესიისა, რომ ყველაზე დიდი სასწაული, რაც შეიძლება მოხდარიყო, ეს იყო ღმერთის ადამიანად მოსვლა. რომ ღმერთმა ხორცი შეისხდა, ადამიანური ბუნება მიიღო, ხოლო ყოველივე
შემდგომში უკვე აქედან გამომდინარე რა შემდგომში ის რომ იგი აღდგა მკვეთრით შემდგომ ჯვარცმისა და გარდაცვალების შემდეგ და ამაღლდა ზეცად. ეს ყველაფერი უკვე აქედან გამომდინარე, ხოლო მთავარი ისაა რომ ღმერთი ჩვენთან მოვიდა. ეს მიუწვდომელი იყო ადამიანური გონებისათვის და როგორც ჩვენ ადრეს ვისაუბრეთ, ადამიანები ამას ვერ ხვდებოდნენ, აცილოდნენ შეესწორებინათ ეს უდიდესი სიმართლე და ჭეშმარიტება ქრისტიანობის. რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ისინი ამბობდნენ რომ ღმერთი მოვიდა, მაგრამ ის ადამიანური ბუნება იყო მოჩვენებით. ან ამბობდნენ რომ დიახ იგი მოვიდა ადამიანად, მაგრამ იგი არ იყო ის ტრანსცენდენტური სამყაროს მიღმიერი ღმერთი. ან რომ მოვიდა მიიღო ადამიანური ბუნება, მაგრამ ეს ადამიანური ბუნებაში თანთქმული იქნა და გაანქარდა ღვთაებრივ ბუნებაში. ყველაფერი ეს ხელს უჩლის, აი მათი ამგვარი წარმოდგენები, ჩდება რა ადამიანურ ლოგიკაში და უფრო მისაღებია თითქოს, ამავე დროს ხელს უშლის თავარს ადამიანის ცხოვრებას, ღმერთის ადამიანთან ყოფნას, იმიტომ რომ თუ ძეღმერთში, თუ ღმერთში არ მოხდა ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების შერწყმა შეურევნელად, მაშინ ეს ჩვენც არ მოგვერის, ანუ ჩვენც ვერ ვცხონდებით. ჩვენ გვიხარით, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენთვის ღმერთი გახდა თვალხილული და ჩვენ უკვე ვიცით როგორ გქონდეს ურთიერთობა მასთან. მან მოიტანა მადლი, წყალობა, სიხარული და მან ამავე დროს მოიტანა ცხოვრების წესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მრავალი რამ სახარებაში არ დაწერება, ვერ დაიწერებოდა რატომ? იმიტომ რომ ქრისტიანობა არ არის თეორია, მხოლოდ იგი თეორიასთან ერთად პრაქტიკა, ანუ ცხოვრების წესია. და ქრისტიანულ ცხოვრების წესი მოიტანა უშუალოდ თვითონ. იცხოვრა და თავის ცხოვრება პირადი მაგალითით აჩვენა თავის მოწაფეებს. მათ თავიანთ მოწაფეებს და დღემდე მოვიდა ეს არის უწყვეტი ჯაჭვი ტრადიციისა, სახმრთო გადმოცემის. სახმრთო გადმოცემა ეს არ არის მხოლოდ თეორიული სიტყვიერი გადმოცემა, ეს არის მადლის გადმოცემა. ეს უშუალოდ მოიტანა უფალმა. მოციქულები მას ემსახურებოდნენ. მათ შეძლო გამოეხატათ სიყვარული მის მიმართ. საინტერესო ის არის, თავად ღმერთი, ძეღმერთი, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა და ადამიანად მოვიდა, თავის ღვთაებრივი ბუნებით არასოდეს ეხმარებოდა თავის ადამიანურ ბუნებას. ეს ძალიან საინტერესოა. მას უჭირდა, შიოდა, წყუროდა, გასასწრელი ჰქონდა, მას ცემდნენ, ანერწყებდნენ. ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებდა, ბოლოს მოკლეს არასოდეს არ შეწევნია იგი საკუთარ თავს. როგორც ღმერთი, რომ შეწევდა საკუთარ თავს როგორც ადამიანს. ესეთ რამე არ მოხდა. ეს არის გასაცვიფრებელი რამ. ანუ მან რომ დაამარცხა ბოროტება როგორ უზნეო. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რაღაცა, რომ როდესაც თქვა სიკეთე ებრძვის ბოროტებას, ხშირად სიკეთე ფიზიკურად ნადგურდება. მაგალითად, წმინდა ილია მართალი მოკლეს. 100,000 მოწამე მოკლეს. ბიზინა ჩოლოყაშვილი აწამეს. მაგრამ ჩვენ ხო ხვდებით, რომ ამით სიკეთე არ დამარცხებულა. ფიზიკურად თითქოს დამარცხდა, მაგრამ ზნეობრივად არ დამარცხებულა. პირიქით, როცა ადამიანს თითქოს შიხში მიიმწყებენ და ცდილობენ, რომ შენგან ესე იგი დასტური მიიღონ უზნეობას და ბოროტებას და შენ თავს გაწირავ და ამას არ დაემორჩილები, შენ გამარჯვებული. ქრისტემ ძეღმერთმა, ადამიანად მოსულმა ძეღმერთმა ბოროტება დაამარცხა როგორც ადამიანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ იგი როგორც ღმერთი არ ერეოდა ამ ბრძოლაში, თითქოს ესე ჩანს. მან დაამარცხა ბოროტება როგორც ადამიანმა და ესე იგი მასში, როგორც ადამიანში ზნეობამ გაიმარჯვა უზნეობას, სიმართლე უსამართლობაზე, აი მერე იგი ავლენს თავის ძალმოსილებას როგორც ღმერთი და აღსდგება მკვეთრით და შემდეგ ამაღლდება ზეცად. აღსდგება მკვეთრით და უკვე იგი როგორც ღმერთი ძალმოსილად იმარჯვებს და ჩვენთვის უკვე თვალხილული გახდა სიმართლის გამარჯვება სიცრუეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სიცოცხლის, სიკვდილზე, ზნეობისა უზნეობაზე. ჩვენ მახვილთ. ეს არის სასიხარულო რამ ხდება. ღმერთი ადამიანად მოდის, ჩვენს გვერდზე ცხოვრობს, ჩვენთვის აკეთებს ყოველივე ამას, რატომ ვარხულობთ? რატომ ვიდრგუნავთ თავს და რატომ ვიკლებთ სიამოვნებას, რომელიც ღმერთისაგან მოგვენიჭა? ვიკლებთ კანონიერ სიამოვნებას, უკანონო სიამოვნებაზე არ არის ლაპარაკი. საზდელის მიღება და ამ შემდეგ ეს ჩვენ ღვთისაგან გვეკუთვნის კანონიერი სიამოვნება, ეს არ არის მიტაცებული. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვიდა რომ თანაუგზნოთ უფალს. სახარებაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, როცა უფალს გოლგოთაზე ჯვარი აქვს და ფიზიკურად დაიღლება და როგორც ღმერთი საკუთარ თავს არ შეეწევა, სვიმონკვირინელი შეეშვება. ეს ღვთისგან დაშვებით და განგებით მოხდა. ერთ ეს ფიზიკურად ჭირდებოდა უფალს და დაგვანახა თავისი უძლურება, რომ მე როგორც ღმერთი ჩემ თავს არ ვეხმარები, მე მართლა მიჩის და როგორც ადამიანმა გავიარე ის გასავლელი, რომელიც თითქოს თვითონგან უნდა გაიაროს, ამავე დროს ეს არის ჩვენთვის მაგალითი, რომ ჩვენ აი ამგვარად სიმონკვირინელები შეგვიძლია გამოვხატოთ სიყვარული ჩვენი სათაყვანებელი ტკბილი იესოს მიმართ.
ანუ ჩვენ მას კი არ ჭირდება ეს. უკვე მით უმეტეს იგი პროფიტ აღდგარია, მაგრამ ჩვენი სიყვარული გამოხატო და სიმონკვირინელივით ავიაროთ გოლგოთა უფალთან ერთად. ჩვენ ყველას გასავლელი გვაქვს გოლგოთა, მაგრამ სიმონკვირინელივით უნდა ვიყოთ არა ღვთის გარეშე, არამედ ღმერთთან ერთად. აი უფალი მოდის. როგორ მოდის? რა იმპერატორად იბადება? მაშინდელი ცივილიზაციის ცენტრში რომში იბადება? თუ პროვინციაში, იგი პროვინციაში იბადება იუდეაში. იმ იუდეის კიდე პროვინციაში, ბეთლემში და არა იერუსალიმში. და არა სასახლეში, არც ბინაში, არამედ ცხოველთა სადგომში, ბოსელში იბადება, სადაც ცხოველები ცხოვრობენ. ანტისანიტარია თანამედროვე თქმა. ესე იგი არასასიამოვნო სურნელება, სული უფროსწორი. იქ იბადება. პირველსავე დღეებიდან ფაქტურად დევნა არის. იგი არ შეუშვეს ყოველწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც დღე-დღეზე უნდა ეშვება მოწყოვარი, არსად არ შეუშვეს სახლში. და ცხოველთა სადგომში ზამთარში იშვება. ეს უკვე პირველი დევნილების გამოვლენა. შემდეგ მერვე დღეს წინადაცვათა, ტკივილის მიყენება, რომელიც მას არ ჭირდება, წინადაცვათა იყო ერთგვარი სიმბოლო, ადამიანის ცოდვისაგან, ცოდვაზე მინიშნება და ცოდვისგან განთავისუფლების სიმბოლო, მას ეს არ ჭირდებოდა, იგი უცოდველი, იყო პიროვნულად იგი ღმერთი. შემდეგ დევნა ეგვიპტეში, ანუ მისი მოკლა უნდა და მთელი ცხოვრება დევნილებაში და შეურაცხყოფაში გაატარა. 30 წლამდე მორჩილებაში, სამყაროს შემოქმედი, გალაქტიკების შემოქმედი, ხის საგნების და ნივთების შემოქმედი იყო და თავის გამზდელს ეხმარებოდა ხურო იყო. ანუ ხის ნაკეთობებს ამზადებდა, გადმოცემით უღლებს და გუთნებს. ეს საოცარი რამ არის. და შემდეგ მთელი სიცოცხლე მორჩილებაში გაატარა, როცა სასწაულს ახდენს ადამიანს კორნავს ეუბნება, არავის არ უთხრა. იმიტომ რომ მას სურს ადამიანები გახდნენ მისი მიმდევარი, არა ძალმოსილების გამო, რომელიც მასშია, უსასრულო ძალმოსილების გამო, არამედ იმ სიყვარულს და სიკეთის გამო, რომელიც მასშია. მაგრამ ადამიანებს ვერ დაინახეს. ადამიანები მას შეურაცხყოფდნენ, ეცემდნენ ის ჯარისკაცები, რომლებიც მას სცემდნენ. რა თქმა უნდა, არ განისჯებიან როგორც ღვთის მკვლელები, იმიტომ რომ მათმა არ იცოდნენ ის ღმერთი, მაგრამ მათი სასჯელი არ იქნება უფრო ნაკლები. რომ როცა შენ დაცემულ, დაწიხლულ, შეურაცხყოფილ, დამცირებულ და სულს ჩაგრა, იგივე ღვთის მკვლელი ხარ. უფალი ესეც ამბობს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც გლახაკს შეურაცხყოფს, ან მიხედავს, ან არ მიხედავს, ამით უფლისად მიავალეს დამოკიდებულებას. ეს უფლისწინებაა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. და ჩვენ ხედავთ, რომ უფალი ამას აკეთებს არა ჩვენ თავისთვის, არამედ ჩვენთვის. უფალი ყოვლად კმაყოფილი, ყოვლად ნეტარი არსებაა და ჩვენთვის მიიღო ადამიანურ ბუნება. ადამიანურ ბუნებას მისთვის ტანჯვის მეტი არაფერი მოუტანია. თქვენ ფიქრობთ, რომ აი ხო ამაღლდა ზეცად აღდგამკრთით მისი სხეული უკვე ვნებას აღარ განიცდის, მას უკვე აღარ აქვს ვნება, ამიტომ ესე იგი თითქოს და შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მას არანაირი ვთქვათ, როგორც ადამიანს პრობლემა რაც ქონდა მიწაზე არ აქვს. თლათ ასე არ არის. მართალია მისი სხეული უვნებოა, მაგრამ ჩვენ ვიცით, როცა სტეფანე პირველ წოდებულ მოციქულს ქოლავენ, ანუ პირველი მოწამეა ეს. ჩვენ ვიცით, რომ უფალი ამაღდა და დაждდა მარჯვენით მამის, ანუ მისმა ადამიანურმა ბუნებამ სული სიდიადე მიიღო ის, რაც თქვათ აქვს ღმერთს. ჩვენ ხედავთ, რომ სტეფანე პირველ მოწამე ხედავს უფალს ფეხზე წამომდგას. ანუ უფალი მის ტკივილებს ფეხზე წამოუდგა. ანუ ეს ნიშნავს, რომ დღეს მართალია იგი ზეცაშია და მისი სხეული უვნებოა, მაგრამ იგი ფეხზე წამოუდგება ჩვენს ტკივილებს, ჩვენს განსასწრებს, იმიტომ რომ მან ხომ იცის თავის გამოცდილებით რა საშინელება ადამიანური ტკივილი და განსასწრება. და ჩვენ ასევე ვკითხულობ ლუკას სახარებაში, რომ როდესაც უფალი დაბრუნდებაო, წერია შეირყავს წელზე, ანუ ესე იგი ტანსაცმელს გრძელ ტანსაცმელს ესე წელზე მოიყავს და კვლავ ჩვენ მოგვემსახურება, როცა დაბრუნდება. აღწემ ჯდომარი უფალი კვლავ ჩვენ მოგვემსახურება, ანუ ეს ნიშნავს, რომ უფალს ადამიანური ბუნება მარადიულად იმიტომ აქვს შეერთებული, რომ ჩვენთან იყოს, ჩვენ დაგვენახოს, ჩვენთან ურთიერთობა გქონდეს. ამიტომ მას დღემდე ადამიანური ბუნება აქვს ჩვენი საჭიროებისათვის. და ჩვენ ციროდენ სიამოვნებას ვიკლებთ შობის მარხვის სახით. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ საქართველოს სინამდვილეს ჩვენ ვიცით, რომ კალენდარული ახალი წელი უსწრებს შობის დღეს სასწაულს. ანუ კალენდარული ახალი წელის დღეები მაშინ იწყება, როცა მარხვა მძიმდება, როცა ღვთისმშობელი კარდაკარდ დადის და მას არსად უშვებენ და ამ დროს ქართველი კაცი ის მაგრად რომ ღმერთი ადიდოს და მასთან ერთად იყოს. ამის მაგერად იგი არ ვიცი, ყველანაირად ღრეობს, ამას ვერ დავარქოთ უბრალოდ ქართულ სუფრას და ზეცას ანათებს იმ ფეირვერკები და თან გულზე მჯიხს იბაგურებს, რომ აბა ღმერთო, შენ იცი მოგვეხმარე და ჩვენთან იყავ. და ამ დროს თავის ცხოვრების წესით აგინებს და შეურაცხყოფს უფალს. ამ პერიოდის მარხვით ჩვენ ღვთისადმი სიყვარულს გამოხატავთ, მისადმი თანაგზნობას გამოხატავთ და ერთგულებას ჩვენ უფალთან ვიქნებით ყოველთვის. ძალიან დიდი სიხარული მოაქვს შობის დღესასწაულს.
როგორც გითხარით, ჩვენ გვეძლება საშუალება მასთან პიროვნული ურთიერთობის. ზოგი ფიქრობს, რომ უფალი ამაღლდა ზეცა და ჩვენ ეს ამ ურთიერთობის საშუალება აღარ აქვს. ეს არ არის სწორად. ჩვენ გვაქვს მასთან ურთიერთობის საშუალება. ესე პროტესტანტები ფიქრობენ, იგივე ბაპტისტები, რომ ჩვენ ვიხსენებთ მხოლოდ უფალს, მის ცხოვრებას და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვიხსენებთ მხოლოდ უფალს. ჩვენ ვერ მოვითმენთ ხვალდელ დღემდე, როცა არ დავიცვლებით, რომ მე უფალთან ვიყოთ, ჩვენ ამის მოუთმენლობა აქ სიყვარულის ნიშანია. და უფალმა გაითვალისწინა ეს და დღეს რომ მოგცა საშუალება მასთან ურთიერთობისა, უფალი ამბობს, რომ ვინც ეზიარება ჩემს სისხლს და ხორცს, იგი არის მასთან. უფალი მასშია და მასში მარადიული ცხოვრება იწყება. ქრისტეს შობა უპირველესად ჩვენს გულებში უნდა მოხდეს და მაშინ ადამიანში დაიმკვიდრებს სასუფეველი ღვთისა. სასუფეველი ღვთისა არის ჭეშმარიტება, სიმართლე, სიწმინდე და სათნოება. ის სულიერი და მადლიანი ცხოვრება, რომელიც სიტყვითა და საქმითაც გვასწავლა მაცხოვარმა, წერს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. სასუფეველი ღვთისა არის ადამიანის სულსა და გულში, აგრეთვე მის საქმეში. იგი არის შინაგანი ადამიანის ხატება და მსგავსება ღვთისა, რომელიც სოდის გამო დაბნელებულია, მაგრამ კაცის ბუნებაში არის თესლი ღვთის სასუფევლისა და ყოველი ადამიანი თავის თავში უნდა ეძიებდეს სასუფეველს ღვთისას. პირველად ეძიებდეთ სასუფეველს ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეწინოს თქვენ. განცხადებას მერტისა ქვეყანაზე ზეიმოს თელისოფლიო თელეკრისია და ჩვენ ამ დღესასწაულს ვერთდებით და კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ვითარებას მისი შობის მისი მოსვლისამ ქვეყანაზე და ამასთან მნიშვნელობას მისი მოსვლისამ ქვეყანაზე. მემზადებით იმისათვის, რომ თვითონ ჩვენს გულში ხდებოდეს შობა ქრისტესი. ქრისტე ჩვენში იშვეს და ჩვენ ქრისტეში გავხდეთ ახალი კაცი. წინა საუბრები ეხებოდა ძველი აღთქმის ახალგაზრდობის ურთიერთმიმართებას, როგორ დასაბამიდან უფალი ამზადებდა გასაუბრებას მაცხოვრის მოსვლისათვის, როგორ წინასწარმეტყველება იყო და ჩვენ ვთქვით, რომ ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა ქრისტეში. როგორც იყო წინასწარმეტყველება ადგილი მისი შობისა ბეთლემი, ღვთის განგებით მართალი იოსებ დამწინებელი, ღვთისმშობელი მარიამი ნაზარეთიდან ჩადიან ბეთლემში და იქ ხდება მაცხოვრის შობა. მე შეგახსენებ რამ განაპირობა წასვლა იოსების და მარიამის ბეთლემში. ნაზარეთიდან და საკუთარი გრძელი გზის გავლა დაჭირდა, მაშინ ეს უკვე მარიამი ემზადებოდა შობისათვის. თუ იყო რომის იმპერატორის აგვისტოს კეისრის მიერ გამოცემული ბრძანება, რომის იმპერიაში მოხდეს მოსახლეობის აღწერა და მათ შორის ესე გვიძლია იუდეაშიც უნდა მოხდარიყო. და რადგან ებრაელების უნდა ტრადიცია, თითოეულ აღწერა უნდა მოხდარიყო მის ტომში და მისი წინაპრების ადგილას, ამდენად იოსები და მარიამი მიემართებიან ბეთლემში, რადგანაც დავითის ქალაქი იყო, მეფე დავითის, და ისინი დავითის სამოვალები იყვნენ. აქ საგულისხმო ერთი რამბომ აგვისტოს კეისარს ამ ბრძანებას გამოსცემს, ასეულია ის როგორც ამ ქვეყნის ბრძანებელია ასწორებს ამას და მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ის ამ დროს ღვთის განგებულების მსახურია, რომ მისი ეს ბრძანება საბაბია იმისათვის, რომ იოსები და მარიამი ჩავიდნენ ბეთლემში და იქ მაცხოვარი იშოს იქ, სადაც მრავალი საუკუნით ადრე იულიას სამეთროლები ამის შესახებ. უნებლიეთ აგვისტოს კეისარიც ღვთისმსახური ხდება, მაგრამ მაცხოვრის ამას აცნობიერებს.
და ეს ფაქტი ჩვენ გვაწმენს იმაში, თუ როგორ განაგებს ერთი ქვეყანას და ცხოვრებას. უმრავლესობა ადამიანს ამას ვერ ხდება, მაგრამ ყველანი ჩართული ვართ ნებითმოებრივ ამსახურებაში. ასევე მათხოვრის შობასთან დაკავშირებულია სხვა სასწაულები და უშუალოდ ის რომ მის შობის ღამეს გამოჩნდა ანგელოზი გაბრიელი იმ ველზე, სადაც წემსები აზოვებდნენ საქონელს, სხვას და ეს წემსები იხილავენ დიდებას, ნათებას და გაუცებულები და შეშინებულები ელოდებიან ახსნას, თუ რა ხდება თავზე და ანგელოზი მოთავაზობს, რომ დავითის ქალაქში იშვა მაცხოვარი. და რომ წემსები მიხვდებიან რომელია ახალშობილთაგან რამდენი პოემას გამოქვაბულში ბაგაში მწოლარეს. ასეც ხდება ეს წემსები მიიღებენ გადაწყვეტილებას მივიდნენ და იხილონ და როდესაც მათი ნება დაეთანხმება მათთვის განაცხადებულ ღვთისნებას გამოჩნდება ზეცაში გუნდი ანგელოზთა, რომელიც ხალხს საოცარ გალობას დიდება იმ აღოთში აღნეცდა და განაცვლა მშვიდობელი ფასტაშვილსაც. და წემსები დარწმუნდებიან ნამდვილად იშვა ის, რომელიც მოლდინში იმ დღემდე იყო კაცობრიობა. ხშირად უჩნდებათ კითხვა, რატომ ხდება შობა მისი. თქვა ბეთლემში, მაგრამ არა თქვა ქალაქში, არამედ გამოქვაბულში. და არა უბრალოდ გამოქვაბულში, სადაც იყო თავშესაფარი საქონლის პირუტყვის და ასეთ წიერ პირობებში, რომ ბაგაში მიეწვია იგი შესახვეულებით შემოსილი მეფეზეც იცნო ქვეყანისა მოდის ამ ქვეყანაზე როგორც ყველაზე გაჭირებულ და ბლახაკი. თავისი დიდებით, ამით სიმდაბით ცხადდება. ეს იმიტომ ხდება, რომ უფალი მოდის ქვეყანაზე, თუ შეიწყალოს სოფელი. და შეიწყალოს დაბალნი სოფლისა. თუ ხარ ინტერციმენი, გაჭირებულნი, სნეულნი, ყველა ვინც მოუძლურდა და ეძებს შეწმენას ღვთისაგან. ასევე შობა ხდება გამოქვაბულში და ბაგაში, რომ არც ერთ ადამიანს, არც ერთ გლას არ კონდეს რაიმე პრივილეგია, რომ მის სახლში იშვა უფალი და ამით არ ამპარტამოდეს და არ ამოგვარდეს. და რომ უფალი ყველასათვის მოვიდა ქვეყანაზე, ამით არავის არ ეკუთვნის ის, მაგრამ ყველას არის თანაბრად. არის ესეთი საოცარი სიტყვები. აი ხო ბახის შობის მარხვაში საცისკრო კანონში ითხრება კატალასია და ნათქვამია, რომ შობის წინამორბედებელი არის ეს ჩართული ძალობები და ნათქვამია, რომ ქვაბი, ანუ გამოქვაბული სასენდოსა ბაბა იქნა სახე სამყაროს. სახე. და აი ამ ხილმა დაიდია უხილავი და ერთიანმა უნირთო და შეზღუდულმა გარეშე მოწერილი. დაიდია. ეს საოცარი საიდუმლო ფრის განხორციელების ქვეყანაზე ცხადდება ამ სიტყვებში. შემდეგ ვიცით, რომ ამავე დროს ეცხადება
აღმოსავლეთში მოგვებს წარმართული სამყაროს ბრძენებს და განსწავლულებს, ვარსკვლავ მრეწველებს ცხადებათ ვარსკვლავის სახით რომ უფალი იშვა ქვეყანას. მუსლიმებისათვის მთავარია ისლამური რელიგია, ყურანით შემუშავებული დოგმები, ნორმები, რიტუალები, წესჩვეულებები და ასე შემდეგ. თვით ზნეობრივი კოდექსებიც კი ძირითადად ეფუძნება რელიგიურ სისტემებს, რელიგიურ მოძღვრებებს, რელიგიურ სწავლებებს ეფუძნება. ამიტომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ სხვა რელიგიური მორალი, ანუ კონკრეტულად თუ დავასახელებთ, თქვათ ქრისტიანული ზნეობა, ისლამური ზნეობა, ბუდისტური ზნეობა. თითქოს ზნეობა ყველასათვის ერთგვაროვანი არ არის, მაგრამ საფუძვლები მისი არის სოციალური, არის საზოგადოებრივი და ამიტომ ყველა საზოგადოებას, ყველა ნორმალურ თაობას, ყველა ქვეყანაში ყოველთვის სჭირდება ზნეობა. და როდესაც ეს ზნეობა ეფუძნება კასტმოყარეობას, ეფუძნება ჰუმანიზმს, რა თქმა უნდა, ის რელიგია იმ ხალხში, მათ ცნობიერებაში, საუკუნეების მანძილზე ფორმირებული და ეს გათქმულია. თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ თანამედროვე საზოგადოება რელიგიისადმი როგორ მიდრეკილებას ამშრალებს, აქ შეიძლება დიფერენცირება მოახდინოთ. ეს ალბათ შეეხება ყველა რელიგიას და არა მარტო თქვათ საქართველოში მოქმედ რელიგიურ მიმდინარეობებს. კერძოდ, როგორია საზოგადოების რელიგიურობის ხარისხი, ეს რით შეიძლება განისაზღვროს. უპირველეს ყოვლისა უნდა გამოვყოთ რამდენიმე კატეგორია. კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც არიან ჭეშმარიტი მორწმუნეები, ანუ მათ ხშირად აქტიურ მორწმუნეებსაც უწოდებენ. მეორე კატეგორია ეს გახლავთ უბრალოდ მორწმუნეები, რომლებიც თავიანთ თავს მიაკუთვნებენ ამა თუ იმ რელიგიურ აღმსარებლობას, დადიან თქვათ რელიგიურ ორგანიზაციებში, მონაწილეობენ რელიგიურ რიტუალებში, მაგრამ არ ეწევიან რელიგიურ პროპაგანდას. არსებობს მესამე კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ ისტორიულად მიიჩნევენ, რომ ეკუთვნიან ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას და თვლიან, რომ ესა თუ ის რელიგია მათი მამაპაპური რელიგია, ამიტომ თვითონაც იცავს მეტნაკლებად მას ცხოვრებაში და არსებობს უკვე სხვა კატეგორია დიამეტრალურად საპირისპირო აღნიშნულისა, ანუ ის ადამიანები, რომლებიც მერყევნი არიან, არ ეკუთვნიან არც ერთ რელიგიურ აღმსარებლობას, მაგრამ არ არიან არც ათეისტები და მატერიალისტები. და არის კიდევ ერთი კატეგორია ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი არ არიან მორწმუნეები, არამედ არიან ათეისტები, არიან მატერიალისტები. ეხლა აქედან ყველაზე საშიში, ალბათ მაინც პირობითად ხმარობ ამ სიტყვას, მერყევი ადამიანები არიან, რომელსაც შეუძლიათ შექმნილი სიტუაციის მიხედვით შეიცვალონ თავიანთი დამოკიდებულება. სადაც აწყობთ, თქვათ, ქრისტიანთა საზოგადოებაში იყვნენ ქრისტიანობის მიმდევრები, მუსულმანთა საზოგადოებაში იყვნენ ისლამის მიმდევრები და ასე შემდეგ. აი ეს არის ის ხალხი, რომლებიც ძალიან ადვილად ექცევიან თანამედროვე რელიგიური სექტანტობის გავლენის ქვეშ, რომელსაც მუდმივად მერყეობა ახასიათებთ და სექტის მიმდევარი დღეს აი ჩვენს ქვეყანაში იმ მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ ჩვენთან ჯერ კიდევ არსებობს, როგორც კი სახელმწიფოში მოწესრიგდება ეკონომიკური მხარე, აღმოჩნდება, რომ სექტების მიმდევართა რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდება. რაშია საქმე, რა ხდება? აქ სახეზე გვაქვს არამდგრადი რელიგიური რწმენა, რომელიც არ არის ადამიანის ცხოვრების გამსაზღვრელი, ანუ არ არის მისი არსებობის არსი. და რელიგიურობას, აი ღრმა რელიგიურობას სწორედ ახლავს ის სიძლიერე ფესვებისა, რომელსაც არასდროს არ გადაუხვევს ჭეშმარიტი ნამდვილი მორწმუნე ვინც არის. რელიგია შეიძლება იყოს სახელმწიფოს სიძლიერის
ხელის შემწყობი კი არა მარტო, არამედ გარკვეულწილად ზოგჯერ ამ სიძლიერის გამსაზღვრელიც კი, თუ ის შეგნებულად, მიზანმიმართულად არის კარგად გამოყენებულ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. მაგრამ რელიგია შეიძლება დამანგრეველიც აღმოჩნდეს საზოგადოებისათვის იმ შემთხვევაში, თუ კი რელიგიას მოიძაღება ექსტრემიზმი, რომელიც დღეს მსოფლიოში სხვადასხვა სახით გამოვლინდება, როდესაც რელიგია ფატალიზმშია გადავარდნილი, უკიდურეს ფატალიზმში და ანგარიშს არ უწევს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს, ან კიდევ როდესაც რელიგია გამოცხადებულია იმ ერთადერთ ფასეულობად, რომლითაც უნდა იცხოვროს მთლიანად საზოგადოება. არ შეიძლება ანგარიში არ გაეციოს ადამიანის ნების თავისუფლებას. უფალმა ადამიანის შექმნა თავისუფალი და არჩევანის მიცემა ეს ჯერ კიდევ სამოთხის ბაღში მოხდა, როდესაც აუგრძალა გარკვეული ნაყოფის მიღება, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მათ წარსვა უფლება მიეღოთ სიბრძნის იქნებოდა თუ უკვდავების ხის ნაყოფი და ადამიანიც სწორედ დაეცა მაშინ, როდესაც გადაუხვია აი ამ ჭეშმარიტების გზას და დაეცა. ხშირად კითხვას აყენებენ ასე, რომ შეეძლოთ თუ არა უფალს შეიჩერებინა ადამიანი, რომ მას ცოდვა არ შეეძლო. რა თქმა უნდა შეეძლო. ღმერთმა თუ კი ამ უკიდეგანო სამყაროს შექმნა შეძლო, განა ამას ვერ შეძლებდა, რომ შეიჩერებინა ადამიანი. ცხადია შეეძლო, მაგრამ არ გნა ეს უფალმა, იქედან გამომდინარე, რომ ადამიანს მან არჩევანის უფლება დაუტოვა. არის გზა რამდენიმე უფალთან მისასვლელად. ეს გზა ძალიან რთულია. რთულია, იმიტომ რომ ადამიანისაგან დიდ ნებისყოფას მოითხოვს, მას ბევრ რამეზე მოუწევს უარის თქმა, ბევრი მოთხოვნილების, ბევრი სურვილის უარყოფა მოუწევს, ის რაც მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული, რაც არის მარტო თავის პირად კეთილდღეობასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. ამიტომ ბევრი ადამიანი შეიძლება შეუდგეს გზას უფლისაკენ, მაგრამ ყველა ვერ მივიდეს ამ გზის ბოლოში. თქვენ მოეჭოლათ, გახსოვთ ცნობილი ქართული კინოფილმიდან ფრაზა, ეს გზა მიმიყვანს ტაძართან? არა, ეს გზა ტაძართან არ მიდის. მას რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მიმიყვანს? რეჟისორმა ამ ფრაზებში არაჩვეულებრივი სიბრძნე წარმოაჩინა, სიბრძნე იმ ჭეშმარიტებისაკენ სავალი გზის სირთულისა, რომლის გარეშე ნორმალური საზოგადოება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იარსებებს. ამიტომ რელიგიის ფაქტორი დღესაც ისევე აქტიურია, ისევე აქტუალურია, როგორც სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში, ეს საქართველოში იქნებოდა დასავლეთის თუ აღმოსავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოებსა და ხალხებში. დავიწყო? რელიგიების მრავალფეროვნება მიგვანიშნებს იმაზე, რომ ყველა ხალხი თავის გზას, ანუ თავის ისტორიულ გზას გადის აი ამ მნიშვნელოვან ფენომენთან მისასვლელად. ისტორია იცნობს მთელ ფორმებს რელიგიებისას და გარკვეულ კატეგორიებათაც ვაჯგუფებთ მეცნიერები რელიგიებს, როდესაც მათ კლასიფიკაციას ვახდენთ. მაგალითად, პირველყოფილი რელიგიური რწმენა წარმოდგენები. აქ შედის პრიმიტიული შეხედულებათა სისტემები, სადაც ჯერჯერობით ღმერთის ცნება არ ფიგურირებს. ეს იყო სულების თაყვანისცემა, რასაც ისტორიულად ანიმიზმი ეწოდებოდა, მეორე გავხდათ ფეტიშიზმი, როდესაც ადამიანები ახდედნენ კონკრეტული საგნების თაყვანისცემას, ამ საგნებს მიაწერდნენ განსაკუთრებულ უნარ-თვისებებს და ადამიანები იყენებდნენ მათ თავდასაცავად ბოროტი ძალებისაგან. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი სხვათა შორის, აი ხშირად შემხედრია მე ახალგაზრდები, რომ სხვადასხვა საგნები აქვთ დაკიდებული, არა სამკაულად, არამედ რაღაც საკმაოდ უხეში, რაღაც მკერდზე, რომ იკითხავს, რა არის ეს?
მას უთქვია, რომ ეს არის ჩვენი ოჯახის ავგაროზი, ჩვენი თილისმა არის და ამიტომ მე ვატარებ ამას. შემდეგ მესამე ფორმა გახდა ეგრეთ წოდებული ტოტემიზმი, როდესაც ცხოველთა, ფრინველთა თაყვანისცემა ხდებოდა და საკმაოდ ისეთი ფესვგადგმული შეხედულებები იყო ეს ძველ საზოგადოებებში. შემდგომ წამოვიდა წარმართობის ისეთი ფორმა, როგორიც არის კერპთაყვანისმცემლობა, როდესაც ადამიანები სხვადასხვა კერპებს სცემდნენ თაყვანს. ქართველებმა ეს გზაც გავიარეთ, ის პირველყოფილი რელიგიურ შეხედულებათა სისტემებიც და კერპების თაყვანისცემაც. გვახსოვს ისტორიიდან ვიცით არმაზის, ზადენის, გაცის, გაემის კერპები იყო საქართველოში. შემდეგ მოდის ცეცხლთაყვანისცემა, ანუ მაზდეანობას, რასაც ეძახიან. შემდეგ უკვე წამოვიდა ეროვნული რელიგიები, რომლებიც სხვადასხვა ხალხებში და ქვეყნებში სხვადასხვაგვარად გამოვლინდებოდა. ასეთი ცნობილია მაგალითად ჩინური რელიგიები, ინდური რელიგიების ძალიან მრავალფეროვანი ესეთი სპექტრი გვაქვს, თუ შეიძლება ითქვას, ინდური ეროვნული რელიგიებისა, ძველი ეგვიპტური რელიგია. შემდგომ ალბეთ ევროპისაკენ კლასიკური ფორმა გვაქვს ჩვენ მრავალღმერთიანობის, ეს გახლავთ ბერძნულ-რომაული რელიგიები, სადაც აი ოლიმპოს პანთეონი ღმერთების თავგადასავლებით, რომლებაც თავისი ასახვა მითოლოგიაში, ანუ ბერძნულ მითებში პოვეს, დღემდე კაცობრიობის ძალიან ისეთი წარსულად ითვლება, გნებავთ რელიგიური თვალსაზრისით, გნებავთ ლიტერატურული თვალსაზრისით, რომელიც შემორჩენილია სწორედ ბერძნულ მითებში და დღემდეა ეს ჩვენთან მოღწეული. შემდეგ უკვე მოდის ისეთი მონოთეისტური ეროვნული რელიგია, როგორიც გახლავთ იუდაიზმი, რომელიც კლასიკური ფორმა არის, თუ შეიძლება ითქვას, ერთღმერთიანობის, ანუ მონოთეიზმის. შემდეგ უკვე მოდის მსოფლიო რელიგიები. ეს არის ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი. ეხლა საქართველოში ისტორიულად მისი გეოგრაფიული მდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრ რელიგიას მოუხდა ერთმანეთთან თანაარსებობა. ჩვენ ერთგვარი გზაჯვარედინი ვიყავით და ასე მარტო დღესაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უმოკლესი გზა ვიყავით დასავლეთისათვის აღმოსავლეთისაკენ. და მოდიოდა რა დასავლეთი აღმოსავლეთისაკენ, აღმოსავლეთი დასავლეთისაკენ, საქართველოში მათ უხდებოდათ ერთმანეთთან ურთიერთშეხება. ეს შეხება მრავალმხრივ ვლინდებოდა. ერთი გნებავთ ტრადიციებისა და წესშეულებების თვალსაზრისით, გნებავთ ლიტერატურის თვალსაზრისით, რელიგიის თვალსაზრისით, წმინდა ეთნიკური და ეთნოსისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ამიტომ ოდითგანვე საქართველოში აი ეს მრავალრელიგიურობის ფორმა აშკარად იყო გამოკვეთილი. მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენ თითქმის არ აგვაქვს საქართველოს ისტორიაში რელიგიური დაპირისპირებები. არ აგვაქვს არა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის ბრძოლა, არა საქართველოში შემოხიზნული სხვა ეროვნების ხალხები ძალიან თავისუფლად გრძნობდნენ ისტორიულად თავს. მათ არ განუცდიათ არც ერთ ხალხს სხვათა შორის, არც ებრაელებს, არც სომხებს, არც გვიან პერიოდში აღმოსავლეთის სხვადასხვა დამპყრობლები, რომლებიც მოდიოდნენ და ნაწილი რჩებოდა, ნაწილი შემდგომ, როდესაც მარცხდებოდა, უკან მიდიოდა და სხვადასხვა, არ განუცდიათ არც ეთნიკური თვალსაზრისით, არც რელიგიური თვალსაზრისით, არც პოლიტიკური თვალსაზრისით რაიმე დევნა და შევიწროება საქართველოში. როგორც ჩანს, ეს ქართული სულისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, რომ ის ძალიან თავისუფლად იღებს და დიდი სიყვარულით ხვდება ყველას თავის წინახში, ეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დამსახურებად მიმაჩნია მე, რადგანაც
ქრისტიანობის ყველა მიმდინარეობიდან ყველაზე მეტად შემწყნარებელი არის სწორედ მართლმადიდებლობა. ის ნაკლებად ექვემდებარება იმ ცვლილებებს, რაც საზოგადოებრივმა ცხოვრებამ მოიტანა, რაც მეცნიერების განვითარებამ მოიტანა, ის დარჩა იმ ჭეშმარიტების ძირებთან, რომელიც არასოდეს არ იცვლება და ქართველი კაცი ისტორიულად ამის ერთგულია. ამიტომაც არის, რომ ის მიმტევებელია ყველა სხვა რელიგიური აღსარებლობის მიმართ. საქართველოში არ ქონია ჩვენ რელიგიური ომები, არ ქონია რელიგიური ფანატიზმის გამოვლენის ფაქტები, არ ქონია ქართული ეკლესიის წიაღში ერესები არ გაჩენილა, არ ყოფილა აქ მწვალებლობა ქართულ ეკლესიაში და ესეც საუკეთესო მაგალითად მიმაჩნია მე იმისა, რომ ქართველობა თავიდანვე რა აღსარებლობის მიმღებელიც აღმოჩნდა, დღემდე ის მოიტანა სიყვარულით, დიდი რუდუნებით მოიტანა, დიდი სითბოთი მოიტანა და დღეს ხშირად როდესაც უკიჟინებენ ქართულ საპატრიარქოს, საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს ეკლესიას, რომ ხომ არ ჩამორჩა ჩვენი ეკლესია და მართლმადიდებლობა ხომ არ ჩამორჩა აი თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებებს, იქნებ ვეღარ პასუხობს რაღაც პრეტენზიებს. აქ ცალსახად უნდა ითქვას, რომ საქართველო იმყოფება რა მართლმადიდებლობის წიაღში და ეს მიმდინარეობა ახლოს დგას კი არა, ეფუძნება აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება ჩვენ ვიცით, რომ არის ერთი. ან არსებობს, ან არ არსებობს. და რადგანაც ჩვენ ვიღებთ იმას, რომ არსებობს, მაშინ სადამე ჩვენ უნდა დავჭერთ ამ ჭეშმარიტებასთან ბოლომდე. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლომდე ვიყოთ ღმერთთან. ახლა ის ფაქტი თუ დღეს როგორ გრძნობენ სხვადასხვა რელიგიური აღსარებლობები საქართველოში, უნდა გითხრათ, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა არც დღეს არ მიმდინარეობს. არც ეკლესიის მხრიდან. ეკლესიისათვის, მართლმადიდებლობისათვის საერთოდ სიტყვა ბრძოლა მიუღებელია. ის რადგან ჰუმანიზმს ეფუძნება და ეს ჰუმანიზმი ვლინდება სწორედ სიყვარულში, ის აუცილებლად მიმტევებელი უნდა იყოს. ცნობილია მაგალითად მაცხოვრის ცხოვრებიდან, რომ აბაზაკი ერთ-ერთი, რომელიც მასთან ერთად ჯვარს აცვეს, რომ თხოვს მაცხოვარს, რომ იქნებ ის სამოთხეში მოხვდეს და მაცხოვარი ეუბნება, რომ ის დღესვე იქნება მასთან ერთად სამოთხეში. აი საოცარი ფაქტია, რომ სამოთხის კარი პირველმა შეაყო წარმართმა და თანაც აბაზაკმა. და საოცარი რატომ არის? იმიტომ, რომ ჭეშმარიტებასთან მისვლა არაცოდეს არ არის გვიან. და იმ წარმართული სულიერებით დატვირთულმა აბაზაკმა სიცოცხლის ბოლო წუთებში იგრძნო ჭეშმარიტება. იგრძნო ის თურმე როგორ ტყუილად უცხოვრია მანამდე და სად უნდა ყოფილიყო. ამიტომ ადამიანური მოდგმიდან სამოთხის კარი პირველმა შეაყო სწორედ წარმართმა, რომელიც აი ბოლო წუთებში თავისი სიცოცხლისა ჭეშმარიტებას ეზიარა. ასია საქართველოში. არავის არ ებრძვის ქართველი ერი, ქართული ეკლესია მით უმეტეს არავის არ ებრძვის, მაგრამ საჭიროა ეკლესია მეტად გააქტიუროს თავისი ურთიერთობები მრევლთან, მთლიანად საზოგადოებასთან, ანუ მისი პროპაგანდის ფორმები თანამედროვეობის მოთხოვნილებებს უნდა მოერგოს. და რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად დავჭებით უფლის